მდგომარეობა იმერეთში, ამას ჩვენ სტუმრისგან გავიგებთ. ახლა ხარაგაულიდან გვერდება ჩვენი კოლეგა ჟურნალისტი ლაურა გოგოლაძე. ქალბატონო ლაურა, მოგესალმებით, მადლობა რომ შეძენით და მონაწილეობთ გადაცემაში. პირველ რიგში რომ გითხრათ, როგორია მდგომარეობა ახლა თქვენ გარშემო, რა ხდება ხარაგაულში, გრძელდება თოვა, როგორც ხედავთ? მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. უკვე მეოთხე დღეა რომ გადაუღებლად თოვს. თოვლის საფარი ახლა მე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ცენტრში ვიმყოფები და 2 მეტრამდეა. მაღალმთიან სოფლებში გაცილებით მეტი იქნება და ყველაზე დიდი პრობლემა ახლა ამ წუთში, რასაც მოსახლეობა გამოთქვამს, ეს არის რომ სოფლების გზები ვერ არის გაწმენდილი. და აი ეს გზების გაუწმენდილება მე ძალიან ბევრ პრობლემასთან არის დაკავშირებული. სკოლები, ბაღები არის გაჩერებული, იმიტომ რომ ვერ მივიდოდნენ მოსწავლეები, მიკროავტობუსები ვერ მივიდნენ სკოლამდე, ფეხითაც შეუძლებელია გადაადგილება. ჩვენ ახლა უკავშირდებით ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს პერიოდულად და გითხრეს, რომ აი 20 ტრაქტორი მუშაობს და ერთი გრეიდერიო მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით და სულ არის 79 არ მოსულა, ქალბატონო ლაურა, ჯერ ეს გზის გამწმენდი ტექნიკა ვინმე ადგილობრივი ხელისუფლებიდან იყო მოსული თქვენთან? ესე იგი, რამდენიმე დღის განმავლობაში ხა პატარა ტრაქტორია ატარეს ახლა აქცემობაში ხარაგაულში ცხოვრობს მე და დადის ასევე სახანძროს მანქანა, მაგრამ ის ვერ წმინდა, სახანძროს მანქანა ვერ გაწმენთ. ეხლა წუხელ მოვიდნენ, თავდაცვის ძალები მოვიდნენ, მერის პირველმა მოადგილემ Facebook-ში ინფორმაცია გაავრცელა და ეხლა აი ამ გზაზე გაჩვენებს კიდევაც, აი ამ გზაზე ვერ ამოვიდა მანქანა. ეს სამხედრო მანქანა ვერ ამოვიდა და თუ ახლა ხან გავიგეთ ეს ცუდი ინფორმაცია, რომ მეზობელს აი ძალიან კარგი ბოსტელი, ხო გია, ბოსტელი ჩაინგრა გადაუთოვლობის და საკვების და მედიკამენტების თვალსაზრისით რა მდგომარეობაა, რადგან გზა აფთიაკები მუშაობენ, აფთიაკები. ეხლა გუშინ დღის პირველ ნახევარში სწრაფად გაიყიდა პური და მე რამდენადაც ინფორმაცია მაქვს, ახლა მე რამდენი მივედი პურის საცხობი, რომელიც მუდმივად და ინტენსიურად მუშაობს, იყო დაკეტილი და რო ვიკითხე, ფქვილი ვერ შემოიტანა უგზოობის გამო და სწრაფად იყიდება პური. ახლა მე დღეს მაღაზიებში შევიარე, სურსათი არის. აი ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ სოფლების გზები არ არის გათოვლილი. ყველაზე ძალიან ჯავრობ ახლა ერთი სოფელია თხემაღალი. იქ ყავთ, ესე იგი, ორ ოჯახში ყავთ ფეხმძიმე და ერთ-ერთი ქალი არის აი დღე-დღეზე მოსარჩენი და ამ წუთში სანამ ეთერში შემოვიდოდი, მივწერე მათ, მოვიდნენ გაწმინდეს, ახლა წუხელ არ იყო გაწმენდილი და ეს ქალი ხარაგაულში არ არის სამშობია, რომ ზესტაფონში მაინც უნდა გადაიყვანონ და ვერ მიდიან სოფლებში ადამიანები, აი აქედან ვერ მიდიან, გზები არ არის გაწმენდილი, რომ აი თქვათ დატოვებული სახლია ძალიან ბევრი, სოფლებში ცხოვრობენ მოხუცები, ახალგაზრდები აღარ არიან რომ გადათოვლონ სახლები და ეხლა უკვე გადათოვლის გარეშე წარმოუდგენელია. ბევრია ასეთი სახლი, ხო, თქვენ ეს უნდა მეკითხა ზუსტად, რომ ალბათ დახმარების, მეზობლების დახმარების საშუალებაც არ არსებობს, რამდენად ბევრი ცხოვრობს დაუშვათ ხანში შესული ადამიანი, ახალგაზრდების ნაკლებობა. ხანში შესული, უმეტესობა არის ხანში შესული, აგერ მეზობელმა ცხენი გამოიყვანა, ეხლა ეთყობა ცხენით აპირებს სადღაც გადაადგილებას. მოხუცები არიან, ძალიან ბევრი მოხუცი ცხოვრობს. და ახალგაზრდები ნაკლებად, დაცლილი სოფლებია უმეტესობა და მოდიან თავიანთ სახლები რომ გადათოვლონ და ვერ მიდიან სახლებამდე სოფლებში ადამიანები, რომ ეს მამაპაპისეული სახლები არ ჩამოენგრეთ. აი, რამდენად ძლიერი და ინტენსიური თოვა, ანუ არის საფრთხე, რომ თუ ახლავე არ დაიწყო გზის გაწმენდა, კიდევ უფრო რთული მდგომარეობა იყოს. ამ წუთშიდაც თოვს და უკვე ფაქტობრივად 4 დღეა გადაუღებლად თოვს. კი ბატონო, თქვენი მთავარი პრობლემა არის გზები, იმისთვის რომ შეძლოთ დაკავშირება რაიონულ ცენტრებთან, საავადმყოფოებთან, ხომ, როგორც მივხვდი, ეს არის ახლა თქვენი მთავარი პრობლემა. ჯერ საკვების და მედიკამენტების პრობლემა არ დგას. როგორც ჩანს ტექნიკური ხარვეზია, ლაურა. ქალბატონო ლაურა, კი ბატონო, ინტერნეტსაც უჭერს მუშაობა, როგორც ჩანს. ელექტროენერგია და გაზი როგორ არის თქვენთან? თუ ელექტროენერგია არის რამდენიმე სოფელი, სადაც ელექტროენერგია დღეს ამ წუთში არ არის. გაზი გუშინ და უმეტეს სოფლებში არის ელექტროენერგია. ისმის ხო ჩემი ხმა? დიახ. მადლობა. და
გაზი ერთ სოფელში გაითიშა გუშინ და მოვიდნენ და დაუყოვნებლივ აღადგინეს. ჯერჯერობით გაზი და ელექტროენერგია უმეტეს სოფლებში გვაქვს, თუმცა არის სოფლები, სადაც აღარ არის უკვე ელექტროენერგია. თუმცა მუშაობენ ჯგუფები, აი ყველაზე დიდი პრობლემა არის ჩვენი, რომ გზები არის გასაწმენდი. ტექნიკა არ არის საკმარისი ამ გზების გასაწმენდად.